შახტი ლაბორატორია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგია არ აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო გვირაბი იუნესკოს ნუსხაში საუკეთესო სასწავლო ნიმუშად შევიდა, თუმცა დღეს ის რთულ მდგომარეობაშია. დაჟანგებული მილები, დანადგარებიდან ნესტი მოძველებული ინფრასტრუქტურის გასაახლებლად ტექნიკური უნივერსიტეტის შახტისათვის თანხას იუნესკო გამოყოფს. Am გვირაბების კომპლექსის სიგრძე 1000 მეტრია. თითოეულ მათგანში საბურღი დანადგარები, ენერგოქვესადგურები და სატუმბი კამერებია დამონტაჟებული. ადგილი, სადაც ახლა ჩვენი მყოფებით ერთი შეხედვით მაღარო შთაბეჭდილებას ტოვებს. სინამდვილეში კი ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის შახტი ლაბორატორიაა. ეს არის შახტი ლაბორატორიის ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც 30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. აქ ყველა ტექნიკური საშუალება არსებობს იმისთვის, რომ სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა სრული პრაქტიკული ცოდნა მიიღოს. შახტ ლაბორატორია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგია არ აქვს, იუნესკოს ნუსხაში საუკეთესო სასწავლო ნიმუშად შევიდა. შახტისა და წიაღისეულის მოპოვების და გამდიდრების ყველა ეტაპს სტუდენტები გადიან, იმიტირებულია. აქ სხეულის დაზიანების რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა მომავალი გეოლოგები, გვირაბთმშენებლები და მაღაროელები სრულყოფილ ცოდნას იღებენ. კურსდამთავრებული მიდის წარმოებაში და ყველანაირად მზად არის იმისათვის, რომ შეუდგეს პრაქტიკულ საქმიანობას. იქ დამატებითი, ასე ვთქვათ, გაიაროს ან უსაფრთხოების ტექნიკის თვალსაზრისით, ან მაღაროს აეროლოგიის, ასე ვთქვათ, ცოდნის თვალსაზრისით. შახტის რეაბილიტაცია განათლების სამინისტრომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიმიტრი შაშკინმა მისი დატვირთვა დეტალურად შეისწავლა. მინისტრი გეგმავს შახტ ლაბორატორია პოპულარული ევროპის მასშტაბით გახადოს. საუნივერსიტეტო შახტის რეაბილიტაციისთვის სამინისტრო პირველ ეტაპზე 50,000 ლარს გამოყოფს. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკაზე ისწავლონ რა არის მაღარო. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მუშაობა მაღაროში და ზუსტად ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მომავალში, როდესაც სტუდენტები დაიწყებენ მუშაობას, მათი სიცოცხლე იყოს უფრო დაცული. დაჟანგებული მილები და დანადგარები და ნესტი მოძველებული ინფრასტრუქტურის გასაახლებლად ტექნიკური უნივერსიტეტის შახტისთვის თანხას იუნესკოც გამოყოფს. თუმცა მის კეთილმოწყობამდე ყოველდღიურად 200-მდე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი აქ პრაქტიკული მეცადინეობის კურსს გადის. პროფესორები ამბობენ, რომ ცოდნა, რომელსაც სტუდენტი აქ იღებს, საკმარისია მაღაროში მუშაობის დასაწყებად დამატებითი პრაქტიკის გარეშეც. ყველაფერი უნდა იყოს წესრიგში. ანუ პატარა შეცდომაც კი აქ შეიძლება იყოს ძალიან ცუდი ხალხისთვის და აი აქ მუშაობ პერსონალისთვის. იქ არის მხოლოდ იმიტაცია სასარგებლო წიაღისეულის მონგრევის. დანარჩენი სამთო პროცესები, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს შახტაში, ყველაფერი აქ არის. სტუდენტი ფაქტობრივად ყველაფერი დეტალურად სწავლობს, რომ ეს დანადგარი, როდესაც თვითონ წარმოებაში წავა, ამ დანადგარის და მისი შესწავლის საშუალებით სტუდენტი უკვე გათვითცნობიერებული იქნება, რომ ეს კომბაინი რას ასრულებს, როგორ მუშაობს. კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა 1986-დან 1991 წლამდე მიმდინარეობდა. ტექნიკური უნივერსიტეტის შახტ ლაბორატორია სათავეს მესამე კორპუსში იღებს და ცოტამ თუ იცის, რომ ვახუშტის ხიდის ქვეშ სწორედ ამ ადგილას ამოდის.